რეგიონების პარტიის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოსთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი თვლის, რომ მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა მისი მისამართით შეურაცხყოფელი განცხადებებისთვის საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს. იულია ტიმოშენკოს თავისი ოპონენტის ინტელექტუალური და სხვა პირადი მონაცემები არაერთხელ გაუკრიტიკებია. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იანუკოვიჩმა ტიმოშენკოს ხმების 3%-ით გაუსწრო. ცესკოს არჩევნების შედეგები ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა მსოფლიო ლიდერების უმრავლესობამ იანუკოვიჩს გამარჯვება უკვე მიულოცეს. იანუკოვიჩის მეტოქე არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. იულია ტიმოშენკოს გუნდი ხმების გადათვლას 1200 საარჩევნო უბანზე ითხოვს. ამის შესახებ ტიმოშენკოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა. ტურჩინოვის თქმით, იულია ტიმოშენკოს ბლოკმა ამ უმრჩეველთა ხმები მხოლოდ 7 საარჩევნო უბანზე გადაითვალა. უკრაინის პრემიერ-მინისტრის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ მიღებული ხმების 5-8% გაყალბებული იყო.